მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 29 მარტის ახალ მთვარეობაზე და ასევე მზის დაბნელებაზე, რომელიც გვექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, მე-9 გრადუსზე თბილისის დროით 14 საათზე და 58 წუთზე. ეს დაბნელება ამ წლის ბოლო დაბნელება იქნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, მაგრამ ამავე დროს საინტერესო იმით, რომ აქ ორი ნიშნის ენერგია ტრიალებს. რადგან აღმავალ კვანძთან ერთად თევზების ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს 4 პლანეტა, აქედან არის 2 რეტროგრადული. ეს არის ვენერა და მერკური. ვერძის ენერგიები გვიმზადებს ოპტიმიზმის სავსე ციკლს ახალი ენერგიებით, შესაძლებლობებით და ძალიან საინტერესო შანსებით. მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ არამყარი, ილუზორული მდგომარეობიდან, ვუმკურნალოთ საკუთარ თავს და ასევე სხვა ადამიანებს. ვისწავლოთ წარსულის გაშვება და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ აღმავლობას. აქ გამოიყენეთ მზის დაბნელება აუცილებლად დადებითად, გახდით საკუთარი თავის მგზამკვლევი და ასევე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შესთავაზეთ სამყაროს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც აქვს ასევე უარყოფითი თვისებები. ჩვენ ვიცით, რომ მისი მმართველი პლანეტა არის მარსი და ეს არის აგრესიის და ომის პლანეტა. სწორედ გვახსოვს, როცა დაბნელებები ამ ღერძზე იყო, მან გამოიწვია ომი, სისხლისღვრა, აგრესია, ხოლო ამ პერიოდში ეხლა იხურება ეს ციკლი. ამ პერიოდში განვლილ ცხოვრებას აუცილებლად გადავხედათ და ვაკეთებთ ანალიზს და სწორედ მის შემდეგ ვიწყებთ აქტიურობას. ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეები განსაკუთრებით ფრთხილად ვიქნებით, რადგან ვერძის იმპულსური ხასიათი აქ ძალიან არის გამოკვეთილი, აქ მოგცემთ სითამამეს, არ გახდეს სიჩქარის მიზეზი. ფრთხილად იყავით აუცილებლად გზებზე, ავწყდით ამ პერიოდში დაპირისპირებას, კამათ სხვა ადამიანებთან, შესაძლოა იყოს ასევე აგრესიული ხასიათი თვალში საცემი. კარდინალურ ნიშნებს რაც შეეხება ვერძებს, კირჩხიბებს, სასწორებს და თხის რქებს, ძალიან კარდინალური ცვლილებები გელოდებათ, განსაკუთრებით ვისაც ამ ნიშნებში გყავთ ასცენდენტი და ასევე პირადი პლანეტები და 6-დან 13 გრადუსამდე, ვისაც გყავთ აქტიური აქ პლანეტები. ასევე მუტაბელურ ნიშნებში თევზები, ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები, რომლებიც ხართ დაბადებული მე-3 დეკადაში, გყავთ ასცენდენტი და პირადი პლანეტები 24-დან 29 გრადუსით ჩათვლით, თქვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის მოსალოდნელი. ამ დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ლილიტი გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში 9 თვით და შემოიტანს ძალიან მძაფ კრიტიკულ სიტუაციებს. აქ შესაძლებელია იყოს დაპირისპირებების ალბათობები, ძალადობის გარყვნილი ქმედებები საზოგადოებაში, რომელიც მალე თვალშისაცემი იქნება, მანიპულაცია ადამიანებზე. ზოგი შესაძლებელია გახდეს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, შურისძიების მსხვერპლი. ამიტომ ამ პერიოდში აუცილებლად გაცნობიერებულად უნდა შემოვიდნენ თქვენთან ადამიანები. სიფრთხილე იქნება საჭირო რისკებთან, ფინანსურ საკითხებთან, ბანკებთან, ასევე სხვის ფინანსებთან, რადგან დანაკარგების, ცდუნებების ალბათობები იქნება აქ ძალიან მაღალი. არ გირჩევთ ამ პერიოდში არანაირი ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას და ასევე დიდი ფულის აღებას. მოერიდეთ ამ პერიოდში მოძალადე, მოშურნე ადამიანებს, მოიშორეთ დაღი, შურისძიება, ბოღმა და უფრთხილდით სხვისი ცხოვრების დანგრევას. ხოლო ლილიტი, ვისაც გყავთ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, თქვენთან ლილიტის მობრუნება იქნება, რომელიც ერთ-ერთ კარმულ გაკვეთილს გაივლის. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა მოხდეს გაცნობიერება იმ საკითხების, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ხოლო რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ვერძებისთვის და ვისაც ასცენდენტი გყავთ ვერძში, აქ გიაქტიურდება თქვენი თავის წარმოჩენის საუკეთესო პერიოდი. ახლებური მიდგომა, ყველა გამოწვევა გამოიყენეთ. იყავით აუცილებლად პირველები, სასიცოცხლო ენერგია იმატებს თქვენთან. აქ იზრდება ენერგეტიკაც, ჩამოგიყალიბებთ ეს პერიოდი ლიდერულ თვისებებს, კარგია თქვენი ინდივიდუალურობის ჩამოსაყალიბებად. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით უფრო მეტად აქტიური
აქტიურები და შესაძლებელია ძალიან საინტერესო ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ ამ პერიოდში. ახალი იმპულსებით, ახალი შემართებით, მთავარია გინდოდეთ და მოინდომოთ. როდესაც ლილითი გადავა მორიელი ზოდიაქოს ნიშანში, თქვენ მოგიწევთ ძალიან ფრთხილი და ცდუნებების გარეშე ფინანსურ საკითხებთან მოქმედება, განსაკუთრებით უძრავ ქონებას თუ შეეხება ფინანსურ საკითხებს, როგორიც არის ბანკები, ვალები. უფრთხილდით ამ პერიოდში ამ საკითხებს, ფრთხილად იყავით ექსტრემალურ სიტუაციებთან და ასევე იყავით ფრთხილად პარტნიორებთან, რომელთანაც შესაძლებელია ჩამოაყალიბოთ ან გინდოდეთ ჩამოყალიბება ბიზნეს საკითხების. მოერიდეთ ამ საკითხებს, რადგან აქ არის რაღაცა დაფარული საკითხების ამოტივტივების პერიოდი. კუროებისთვის და ასევე ასცენდენტი ვისაც გყავთ კუროში, თქვენთან აქ დაბალია იმუნიტეტი, ეცადეთ კარგად გადააფასოთ თქვენი წარსული მოვლენები, გამოდით მსხვერპლის როლიდან, უფრო მეტად დაუთმეთ საკუთარ თავს ეს დრო, კარგია დაფარული და საიდუმლო საკითხების შესწავლისათვის, კარგია თუ ენერგიას გამოიყებდეთ ძალიან საინტერესო სწავლებაში, ზოგთან შეიძლება გასთამაშდეს ასევე საზღვარგარეთის თემები. კარგია გაიცნოთ ახალი ხალხი, რომლებიც შემდეგ ერთიან საქმეში დაგეხმარებიან. გეძლევათ შანსები მიიღოთ მეგობრებისგან დახმარება, თუნდაც ფულადი. ხოლო რაც შეეხება ლილითის გადასვლას მორიელი ზოდიაქოს ნიშანში, თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება, რადგან ოპოზიციურ ნიშანში გიდგებათ, აქ აუცილებლად მოერიდეთ ცდუნებას, ან ზოგი შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში, ფრთხილად იყავით მანიპულატორ ადამიანებთან, ზოგ შეიძლება აქ გაუჩნდეს პარტნიორული ურთიერთობები. პარტნიორულ ურთიერთობებს განვიხილავ ყველა დონეზე, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობები. კლუბებისთვის რაც შეეხება, თქვენთან ძალიან კარგი იქნება ახალი ადამიანების შემოსვლა. მოგაწვდიან ახალ იდეებს და ერთიან საქმეზე იმუშავებთ ძალიან საინტერესოდ. კარგი შემოთავაზებების მიღება შესაძლებელია ამ პერიოდში, სადაც სიფრთხილე გმართებთ, ეს არის თქვენი სამსახურეობრივი საკითხები, ეცადეთ ძველი მიდგომებიდან გამოდით და ახალი მიდგომებით მიუდგეთ თქვენ სამსახურეობრივ საქმეს, მოერიდეთ აქ უფროსებთან კამათს, შესაძლებელია ზოგთან მოხდეს სამსახურში ცვლილებები. ხოლო ლილითის გადასვლა მორიელი ზოდიაქოს ნიშანში ისევ და ისევ თქვენ სამსახურეობრივ თემას შეეხება, თქვენს ყოველდღიურ საკითხებს, ჯანმრთელობის საკითხებს, განსაკუთრებით ემოციურ ფონს, აქ იყავით ფრთხილად ფსიქოლოგიურ საკითხებთან, მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას ადამიანებთან, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ. კიჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს და ასევე ასცენდენტ, თქვენთან შეიძლება აქ იყოს ზოგთან რაღაცა სტატუსის დაკარგვა, ან სამსახურიდან განთავისუფლების საკითხები იყოს აქტიური, ბიზნეს შეცვლა მოგიწიოთ ამ პერიოდში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს იძულებითი. მთავარია იაქტიუროთ, რომ ახალი ცვლილებები შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მოგცემთ შემდეგში ძალიან კარგ შანსებს. კარგი შანსები მოგეცემათ უცხოეთში სამოგზაუროდ საქმიანი მოლაპარაკებების განახლების კუთხითაც. ხოლო ლილითის შემოსვლა მორიელი ზოდიაქოს ნიშნაში, მნიშვნელოვანი ადამიანების შემოვლით თქვენს ცხოვრებაში, ფინანსურ კუთხითაც შესაძლებელია მოგცეთ გამართლების ალბათობები. ლომებისთვის და ვისაც ასცენდენტი გყავთ ლომში, კარგი შესაძლებლობები გაძლევათ თქვენი ავტორიტეტის ამაღლებაში, ავტორიტეტ ხალხთან სიტუაციის დაალაგების კუთხით ძალიან კარგი პერიოდი იქნება. ბევრი შესაძლებელია დაინტერესდეს აქ სწავლის კუთხით, ასევე უცხოეთში მოგზაურობის კუთხით, სადაც უნდა იყო ფრთხილად, ეს არის ის საკითხები, რომელიც ეხება სესხს, ეხება ბანკებს, ვალებს, ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. როდესაც ლილითი გადავა მორიელი ზოდიაქოს
ნიშანში, მოერიდეთ სკანდალებს ოჯახში, შესაძლებელია რაღაცა ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნების საკითხები გახდეს აქტიური, ოჯახის წევრებთან მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, შეიძლება გახდეთ ოჯახის წევრებისგან манипуляციის მსხვერპლი. ქალწულებისთვის და ვისაც ასცენდენტი გყავთ ქალწულში, თქვენთან შესაძლებელია ახალი ბიზნეს საკითხები ჩამოყალიბდეს, ჩაეყაროს საფუძველი ძალიან საინტერესო იდეებს, ვინც დაინტერესებული ხართ მაგალითად ბანკებით, ფულის საკითხებით შესაძლებელია ახლებურად მოხდეს გარიგებები, ზოგმა იყიდოს უძრავი ქონება, ან სექსუალური კუთხით ზოგთან გამოჩნდეს ახალი პარტნიორი. და გამოხვიდეთ ამ პერიოდში აუცილებლად ძველი პრობლემებისგან, რომლებიც ჰქონდათ პარტნიორებთან, გაუშვათ თქვენგან ძველი გამოუსადეგარი ურთიერთობები. ლოიალიტი მოგცემთ შანსებს ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ადამიანები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ამ ადამიანებისგან. სასწორებისთვის და ვისაც ასცენდენტი გყავთ სასწორში, თქვენთან შესაძლებელია ახალი პარტნიორული ურთიერთობების დაწყება, თანამშრომლობა, თან მოხდეს ურთიერთობების დანგრევა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. აქტუალური იქნება სამსახურეობრივი საკითხები, ასევე ჯანმრთელობის საკითხები. ყურადღება მიაქცევთ აუცილებლად თქვენს ჯანმრთელობას, უფრო მეტი ენერგია მიმართეთ აქ. დაიწყეთ სწორი კვება ვარჯიში, ძალიან კარგი იქნება ამ პერიოდში. ძველი პრობლემები, რომელიც არსებობდა, ეცადეთ დახუროთ ეს ფურცელი და ახალი ციკლის დაწყებისთვის მოემზადეთ. ხოლო ლილითი თქვენს ფინანსურ საკითხებს შეეხება, მოერიდეთ აქ აუცილებლად დანახარჯებს. მორიელებისთვის თქვენთან ჯანმრთელობის თემები იქნება აქტიური, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს სხეულს, ასევე სამსახურში ცვლილებებს, გამოდით რუტინული მდგომარეობიდან, მრავალფეროვანი გახადეთ თქვენი ყოველდღიურობა. ზოგთან შესაძლებელია აქ ძველი პარტნიორები დაბრუნდნენ და ამან მოულოდნელი განახლებები შემოიტანოს თქვენთან. ხოლო ლილითი თქვენს ნიშანში, როდესაც გადავა, აქ აუცილებლად მოერიდეთ ცდუნებებს, სუბიექტურად შეხედავთ სიტუაციებს, დაურწმუნებლობა, რომელიც საკუთარ თავთან გექნებათ გააქტიურებული, ამაზე აუცილებლად იმუშავეთ და გააცნობიერეთ რაღაცა საკითხები. ამ პერიოდში კარგია თუ მიხედავთ ჯანმრთელობას, გააცნობიერეთ თუ რა გინდათ და რა არის ამ პერიოდში თქვენთან პრიორიტეტული. ნუაყвებით ცდუნება სხვა ადამიანებისგან და მიხედეთ აუცილებლად ჯანმრთელობის საკითხებს. მშვილდოსნებისთვის და ვისაც ასცენდენტი გყავთ მშვილდოსანში, თქვენთან შესაძლებელია ახალი ურთიერთობების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების პერიოდი იყოს. ასევე ძალიან კარგი იქნება იმისთვის, თუ საზოგადოებაში დაიმკვიდრებთ თავს. ზოგთან შეიძლება გათამაშდეს შემოქმედებითი საკითხები და ვინც ხარ დაინტერესებული ამ საკითხებით, ახლებური მიდგომებით მიუდეგით ამ საქმეს, შემოიტანეთ ძალიან კარგი იდეები ამ კუთხით და განახორციელეთ. უარყოფითი ის, რომ აქ მოერიდეთ ოჯახში დაპირისპირებას, ახლო ადამიანებთან, მშობლებთან, რადგან აქ ემოციური ფონი იქნება ძალიან მაღალი, მოერიდეთ აქ ტოქსიკურ ადამიანებს, ძალიან კარგი იქნება ტაჯველი ადამიანებისგან გამოსვლა, რომელიც ფსიქოლოგიურად გბოჭავთ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობად. ამისთვის ძალიან საუკეთესო პერიოდი იქნება, გააცნობიეროთ და წერტილი დაუსვათ იმ საკითხებს, რომლებიც თქვენთვის არ არის ხელსაყრელი. დღის რქებისთვის და ასევე ვისაც გყავთ ასცენდენტი დღის რქებში, ცვლილებების სახლში, ოჯახში, ახლო ადამიანებთან შესაძლებელია აქ იყოს უძრავი ქონების საკითხები, მშობლების მზრუნველობის, პასუხისმგებლობის აღება ამ კუთხით მოგიწიოთ, ზოგს მოუნდეს წასვლა სახლიდან, ახალი ცხოვრების დაწყება. ეცადეთ მაგალითი აიღოთ ძველი გამოცდილებიდან და იმოქმედოთ ისე. ახლო ადამიანებისგან, ნათესავებისგან შესაძლებელია
მიიღოთ ამ პერიოდში დახმარება, უფრთხილდით მეგობრებისგან საქმიანი კუთხით ცდუნებებს შეიძლება აქ იყოს ფინანსური დანაკარგები. მერწყულებისთვის და ვისაც მერწყულში ყავთ ასცენდენტი, მოგეცემათ შანსები ახალი ადამიანების შემოვიდნენ თქვენთან, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღოთ ზოგიერთმა მეგობრებისგან, ან სწავლის კუთხით განაახლოთ თქვენი სწავლა, ბევრმა შეიძლება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ახლო ადამიანებთან თქვენი ურთიერთობების განახლება, ძველი ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, რომ მოაგვაროთ ეს საკითხები, თანაც ფრთხილად უნდა იყოთ, ეს იქნება სამსახურეობრივი საკითხები, მოერიდეთ აქ კამაც, შესაძლებელია იძულებითი ცვლილებები მოხდეს სამსახურეობრივი კუთხით, გახდეთ შანტაჟის მსხვერპლი, ეცადეთ არ აყვეთ ცდუნებას სამსახურში და არ გახდეთ მსხვერპლი ტყუილების, თანამშრომლებისგან ან უფროსისგან. თევზებისთვის და ვისაც ასცენდენტი ყავთ თევზებში, ახალი ფინანსური საკითხების თემები იქნება აქტუალური, რა სურვილები, პრიორიტეტები გაქვთ, ამაზე იმუშავეთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ იდეალური პერიოდი იქნება ამისთვის, ასევე შესაძლებელია მოხდეს საკუთარი თავის გარკვევა, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და ახალი მიდგომებით გამოავლინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. შეიძლება განახლება მოხდეს ასევე ურთიერთობებში, ახალი ვერსია შექმნათ საკუთარი თავის და შესაძლებელია ესე მიაწოდოთ როგორც საზოგადოებას, ასევე ურთიერთობაში თქვენი თავი ადამიანებს. ძალიან კარგი შანსები მოგეცემათ და დადებითად გამოიყენეთ ეს პერიოდი. ხოლო ლილითის გადასვლა მორიელში, აქ მოგცემთ მეტგაცნობიერებას, გაზრდის აქ თქვენთან ინტუიციას. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ.